რა არის იცი? თუ კი მაგაზე აი უკვე არ არის პრობლემა. ნაგავი საშინელი. პამპერსები და ასე შემდეგ არ მინდა ახლა დავაკონკრეტული აქ. აი ძროხა მომიგდა მაგის გულისთვის. შეჭამა ხო. ცელოფნები და რა ვიცი რა საჭამენ. ურნები უნდა იყოს. რომ საკუთში ცხოვრობთ და რა საშინელება. როგორ შეიძლება ეგეთი რაღაც. ადამიანს ნაგავი ყოველთვის არის და ყოველთვის უნდა გადაყაროს სადმე და აბა რანაირად. სად გადავყაროთ. მოვითხოვეთ ჩვენ ურნა, ამ მეპატრონემ მოითხოვა, მაგრამ აქ არ დადგეს. არა გვაქვს უფლებაო ჩვენ რაიონში ხომ არა, სოფლებში არა. სოფლებში არ გვაქვს უფლება. ხო, არა. და ეგ იყო ალბათ შარშანი. რო იყოს ხო, რა თქმა უნდა, ეხლა არც გადააგდებ, თვითონ არ გაწარებ, აი ეგ დგევარ სულ ხელით ვკრება. რო არ არის ხო, გადის ვიღაცა აგდებს ეგრე პირდაპირ და მე მიწევს ხელით მეთქო მიწევს კრეფა, იმიტომ რომ თვითონ ვერ ვიტან რომ წინყრია და ახლა იქით ნამდვილად მარტო ვერ დავდგები და თვითონ თავისით ესენი აკეთებ. ჩვენ თიანეთზე, დაბა თიანეთზე გვაქვს ხელშეკრულება დადებული. თუ იქნება ხელშეკრულება რომელიმე სოფელზე, აუცილებლად დავაწყოთ ურნებს და უნდა იყოს ხელშეკრულება გაფორმებული. ხელშეკრულება თუ არ იქნება, ჩვენ ვერ გავაკეთებთ, უფლება არ აქვს რო იქ. ჩვენ ურნები დავაწყოთ, მაშინ შტატები უნდა გქონდეს დასუფთავდეს და ჩვენ მარტო დაბაზე გვაქვს. მომავალ წელისთვის მაინც ბიუჯეტში რომ გაითვალისწინონ მაგას ხარჯები, საწვავი, მუშები ეს ყველაფერი. ისე რომ ხელშეკრულება თუ არ იქნა, ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმ